განმადევნებ თვალ უს ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჰორმუზის სრუტეში დაწესებულ ბლოკადას, რომელიც უკვე თითქმის 2 საათია მოქმედებს. ერთ-ერთი მონიტორინგის კომპანია იუწყება, რომ 121 ცარიელი ნავთობის ტანკერი მიემართება ამერიკის შეერთებული შტატებისკენ. ამ გემებიდან 68 სუპერტანკერია, რომლებიც თითოეული 2 მილიონ ბარელს იტევს. პრეზიდენტმა ტრამპმა მოუწოდა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანის მიერ ჰორმუზის სრუტეში გამოწვეული შეფერხების შედეგად დაზარალდნენ, ენერგიის მიწოდებისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებს მიმართონ. როგორც ჩანს, ისინი ასრულებენ მის თხოვნას და უსმენენ ტრამპს. პრეზიდენტმა ფოქსგან უცხადა, რომ ჩინეთს შეუძლია თავისი გემები გაგზავნოს სინავარსა და ვენესუელაში. ამავე დროს აღნიშნა, რომ მრავალი ქვეყნის ცარიელი ნავთობის ტანკერები ყველა მიდის ზევაში დასატვირთად. ეს იყო შეერთებული შტატების პრეზიდენტისგან. ფრედს ბევრი რამ ხდება. აჩვენეთ რუკა ეკრანზე. ახლა შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალები ირანის საზღვაო მოძრაობას სრულ ბლოკადას დაუწესებენ. მაშინ როცა ნაღმსაწინააღმდეგო გემები ჰორმუზის სრუტეს ასუფთავებენ, მას შემდეგ რაც სამშვიდობო მოლაპარაკებები ჩაიშალა. მოგესალმებით ამერიკას ნიუზრუმის ახალ საათში. მე დანა პერინო ვარ. დილამშვიდობისა, მე ბილ ჰემერი ვარ. ამ საათში ორკვირიანი ცეცხლის შეწყვეტის ბედი გაურკვეველია, რადგან ირანი თავის ბირთვულ პროგრამაზე უარს არ ამბობს. მზევამ ირანს საზღვაო ბლოკადა გამოუცხადა. მას შემდეგ, რაც მოლაპარაკებები შაბათის ბოლოს დასრულდა. ჰორმუზის სრუტე სტრატეგიულად კრიტიკული წერტილია, მაშინ როცა პრეზიდენტი თეირანზე ზეწოლას აძლიერებს. მათი არმია განადგურებულია. მთლიანი მათი საზღვაო ძალებიც კალქვეშაა. სხვა ქვეყნები მუშაობენ იმაზე, რომ ირანმა ნავთობის გაყიდვა ვერ შეძლოს. ეს ძალიან ეფექტური იქნება, მაგრამ ბევრი გემი მოდის ჩვენს ქვეყანაში, რომ ნავთობით შეივსოს და შემდეგ წავიდეს და მიიღოს. ამიტომ ისინი არ გადაკვეთენ სრუტეს და საბოლოოდ ეს გამოსწორდება. ფოქსის გუნდი აშუქებს მოვლენებს. გენერალი ჯეკ კინი ელოდება. ალექს ჰოგანი ახალ ამბებს თეთრი სახლიდან გვაწუდეს, ხოლო მეტ ფინის სრუტეშია. ის დუბაიში ცხოვრობს. გამარჯობა მეტ. გამარჯობა დანა. პრეზიდენტი ამბობს, რომ ზეკეარ სირიოს ბლოკადა ირანის პორტებში შემსვლელ ან გამომსვლელ გემებზე ამ წუთებში ძალაში შედის. ჰორმუზის სრუტეში იქ, უკანა ფონზე, ჩემს უკან, სპარსეთის ყურეში. შაბათქვირას CENTCOM-მა განაცხადა, რომ პირველად 2 ამერიკული ესკადრონული ნაღმოსანი შევიდა სრუტეში. ZPSA-ს გემები ნაღმებს წყალქვეშა დრონებით ასუფთავებენ. ეხლა პრეზიდენტი ტრამპი ამბობს, რომ ZPA-ვა ირანის პორტებს ჰორმუზის სრუტეში დაბლოკავს, რამაც შეიძლება ირანის ეკონომიკა გაანადგუროს. მან დაწერა, ირანმა პირობა დადო, რომ სრუტეს გახსნის, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. უკეთესია დაიწყონ ამ პრობლემის მოგვარება. საერთაშორისო წყლის გზა ღია და სწრაფია. ისინი არღვევენ ყველა კანონს. ახლა ირანი აფრთხილებს, რომ მისი სამხედროები შეიძლება პასუხს გასცემენ, შურის ძიებით იმუქრებიან. ირანის სამხედრო წარმომადგენელი აცხადებს, თუ ირანის ისლამური რესპუბლიკის პორტების უსაფრთხოება სპარსეთის ყურესა და ომანის ზღვაში საფრთხის ქვეშ დადგება, არც ერთი პორტი სპარსეთის ყურესა და ომანის ზღვაში უსაფრთხო არ დარჩება. ახლო აღმოსავლეთში არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთ-ერთი ოფიციალური პირი აფასებს, რომ 800 კომერციული გემი მიტოვებულია და მათგან დაახლოებით 400 ნავთობის ტანკერია. კარგი, შევატყობინეთ, რადგან ის რეგიონშია. მადლობა. მაშ დანა იქიდან გადავდივარ თეთრ სახლში. ალექს ჰოგანი იქ არის და ყურადღებით ადევნებს თვალს. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა, ბილ, პრეზიდენტს სურს, რომ ეს დაუყოვნებლივ ამოქმედდეს. მან ასევე დაავალა საზღვაო ძალებს ჰორმუზის სრუტის ბლოკირება და წყალმზიდი გზის ნაღმებისგან სრულად გაწმენდა. დღეს ნავთობის ფასი $100 აჭარბებს ბარელზე. თავარი პროკურორის მოვალეობის შემსრულებელი ტოდ გლანჩი აცხადებს, რომ იუსტიციის დეპარტამენტი პასუხისგებაში მისცემს ყველას, ვინც ირანულ ნავთობს გაყიდის. პრეზიდენტმა ტრამპმა გუშინ ფოქსის მარია ბარტირომოს განუცხადა. თუ ისინი არ დაბრუნდებიან, ჩემთვის ყველაფერი აბსოლუტურად კარგად იქნება. მათი არმია მთლიანად ფაქტობრივად განადგურდა. მათი რაკეტები თითქმის ამოწურულია. რაკეტებისა და დრონების წარმოების შესაძლებლობა პრაქტიკულად განადგურებულია. ამ კვირის ბოლოს მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულდა. ვიცე-პრეზიდენტმა JD Vance-მა ირანს წარუდგინა საბოლოო შეთავაზება, რომელიც მოიცავს წითელ ხაზებს, როგორიცაა ურანის გამდიდრების დასრულება და სრუტის გადასახადის გარეშე გახსნა. ამ კრიტიკულ საზღვაო გზაზე ითქვა შემდეგი: მტრული ოფიციალური პირების ცრუ ბრალდებების მიუხედავად ჰორმუზის სრუტე კვლავ ღიაა სამოქალაქო გემების გასავლელად, გონიურული მართვისა და სპეციალური ნორმების პირობებში. ჩვენ კვლავ ადევნებთ თვალს ამ ამბავს, ვითარება ვითარდება, ვნახოთ რა მოხდება მომდევნო წუთებში ან საათში, ასევე ვაკურდებით ირანის ხელისუფლების რეაქციებს.
ირანის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბლეფობს. ირანის ერთ-ერთმა პარლამენტარმა პრეზიდენტი ასე მოიყვანა ციტატაც: "თუ თქვენ იბრძოლებთ, ჩვენაც ვიბრძოლებთ." ძალიან კარგი. ეხლა უკვე 10:30 საათია თქვენ გვიყურებდით. ჩვენ ამ მომენტს ველოდებოდით. ის დადგა და პრეზიდენტმა ტრამპმა Truth Social-ზე პოსტი გამოაქვეყნა. ირანის საზღვაო ძალები ზღვის ფსკერზეა, განადგურებულია 158 გემი. რაც არ დაგვითხამია, ეს იყო ეგრეთ წოდებული სწრაფი შეტევის გემები, რადგან ისინი დიდ საფრთხედ არ ჩავთვალეთ. თუ რომელიმე ამ ხომალდთაგანი ჩვენს ბლოკადას მიუახლოვდება, ის განადგურდება იმავე განადგურების სისტემით, რომელსაც ნარკოტრაფიკანტების წინააღმდეგ ვიყენებთ ზღვაში. ეს სწრაფი და სასტიკია. 98.2%-ით შეწყდა ზღვიდან შემოსული ნარკოტიკების ნაკადი. მადლობა ყურადღებისთვის. ეს ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა. თელ-ავივის რეგიონიდან პირდაპირ ეთერშია ტრეი ინგსტი, რომელიც დღესდღეობით არსებულ ვითარებას გაგვაცნობს. ტრეი, გამარჯობა. დილამშვიდობისა, ბიუ. ამერიკის ბლოკადა ირანის პორტებზე უკვე დაიწყო. რეგიონი ელოდება ირანის პასუხს და იმას თუ როგორ იქნება ის. ზევას ცენტრალურმა სარდლობამ გამოაქვეყნა დეტალები ამ ბლოკადის შესახებ და განაცხადა: ბლოკადა გავრცელდება ყველა ქვეყნის ხომალდზე, რომელიც ირანის პორტებში ან სანაპირო ზონებში შედის ან გამოდის, მათ შორის ირანის პორტებზე სპარსეთის ყურესა და ომანის ყურეში. CENTCOM-ის ძალები არ შეუშლიან ხელს ხომალდების გადაადგილებას ჰორმუზის სრუტეში, თუ ისინი ირანის პორტებში არ შედიან ან არ გამოდიან. ზევას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი მოჰყვა მოლაპარაკებებს ისლამაბადში, პაკისტანში, რომლებიც შეთანხმების გარეშე დასრულდა. ანგარიშები მიუთითებს ჰორმუზის სრუტის კონტროლისა და ურანის გამდიდრების საკითხებში არსებულ განსხვავებებზე. ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ მოლაპარაკებების შემდეგ ესაუბრა JD Vance. აფეთქება ამერიკული მხრიდან მოხდა, რომელმაც ვერ მოითმინა ირანის მხრიდან მოლაპარაკების შეთანხმების აშკარა დარღვევა და ამით ნათლად გამოხატა უკმაყოფილება. შეთანხმება იყო, რომ ცეცხლი შეწყდებოდა და ირანელებები დაუყოვნებლივ გახსნიდნენ სრუტეს. მათ ეს არ გააკეთეს. ამერიკელებმა ეს ვერ მიიღეს. კვირას ნეთანიაჰუ სამხრეთ ლიბანში იმყოფებოდა, სადაც ბრძოლა ჰეზბოლას წინააღმდეგ გრძელდება. მასთან ერთად იყო თავდაცვის მინისტრი ისრაელ კაცი. ფრეს ჰეზბოლამ გააგრძელა სარაკეტო და დრონებით თავდასხმები ისრაელის ჩრდილოეთზე. ბილ შეიარაღებულმა ძალებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით განგაშის დონე გაზარდეს, რადგან შიშობენ, რომ ირანი შეიძლება პირდაპირ ჩაერიოს ჰორმუზის სრუტის დახურვისა და ირანის პორტების ბლოკადის შემდეგ. რა სიტყვი? ვაუ, რამდენი რამ ხდება. მადლობა ტრეი. კარგია რომ დაბრუნდი თელ-ავივში, ისრაელში. ტრეი ინგსი. ჩვენთან ერთად არის რებეკა ჰაინრიხი, ჰადსონის ინსტიტუტის მკვლევარი. ბლოკადა უკვე 33 წუთია გრძელდება. რას ფიქრობ სტრატეგიაზე? ძალიან გონიურულია დანა. ვიცე-პრეზიდენტი ვენსი იქ იყო და სცადა კეთილსინდისიერად მოლაპარაკება. მათ მისცეს დაახლოებით 12 საათი ან მეტი. ვფიქრობ, რომ ეს იყო მარათონული მოლაპარაკებები და ზევას მხარე ნამდვილად არ შეცვლილა იმასთან შედარებით, რასაც ჩვენ ვთხოვთ. ჩვენ გვინდა სრულად უსაფრთხო გადასასვლელი ჰორმუზის სრუტეში. გვინდა ირანის არალეგალური ბირთვული პროგრამის სრული დემონტაჟი. ჩვენ გვინდა, რომ ირანმა შეწყვიტოს თავისი ტერორისტული დაჯგუფებების დაფინანსება. რეჟიმი, რომელიც ვიცე-პრეზიდენტ ვენსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, უბრალოდ არ სურდა დათვობა და სინამდვილეში არ აქვს გავლენა შეერთებულ შტატებზე. როგორც ვისაუბრეთ, დანა პრეზიდენტმა ტრამპმა არც ერთი სახმელეთო ძალა არ გაიყვანა რეგიონიდან. პირიქით, სახმელეთო ძალების რაოდენობა გაიზარდა. ეს ძალები სპეციალურად ამ რეგიონზე ორიენტირებული. არც საზღვაო ძალები გასულა, არც საჰაერო ძალები. ამ დროს ირანელებს არც ეფექტური საჰაერო ძალები აქვს და არც საზღვაო ძალები. ამიტომაც ვცდილობთ ირანის პორტების შეზღუდულ ბლოკადას. ეს ყველაზე მეტად ირანელებს და აზარალებს და ვნახავთ, შევძლებთ თუ არა ირანელების კაპიტულაციას. სანამ თქვენ საუბრობდით, ნახეთ აქ JD Vance-ის წითელი ხაზები, პარანა ამერიკა. მოდით დაფაზე ვაჩვენოთ. თქვენ რამდენიმე მათგანი დაასახელეთ, მათ შორის ბირთვული გამდიდრების ობიექტების დემონტაჟი. ჰორმუზის სრუტის გახსნა გადასახადის გარეშე. ეს უბრალოდ ძველ სტატუს-კვოს დაბრუნება იქნებოდა. მაგრამ აინტერესებს, როგორ ფიქრობთ, ირანელებისთვის ეკონომიკაში ტკივილი ზღვარი სად არის? მათ არ აინტერესებთ. ადრე პროტესტები იყო, რადგან ეკონომიკა დაშლილი იყო და ხალხი აღშფოთებული და ირანელებმა თქვეს, თვეში კიდევ $7 მოგცემთ. ეს არაფერს გადაწყვეტს. ეს ირანელებისთვის კიდევ უფრო მეტ ეკონომიკურ ტანჯვას მოიტანს, მაგრამ მართლა იგრძნობს კი რეჟიმი ამ ტანჯვას. მართლა მნიშვნელოვანია ირანელი ხალხის და რეჟიმის გარჩევა დანა. ამიტომ მუქარები, რომლებიც უფრო მეტად ხალხს აზიანებს ვიდრე თვითონ რეჟიმს, მათ ქცევას არ ცვლის. ერთადერთი რამ, რაც შეიძლება ამ ქცევას შეცვლიდეს, თუ საერთოდ რამე შეუძლია, არის მათი სიცოცხლის პირდაპირი საფრთხე. ამიტომ რეჟიმის ლიდერებისა და ისლამური რევოლუციური გვარდიის პირდაპირი მუქარა აუცილებელი გზაა.
ისრაელელებმა ძალიან ეფექტურად სრულად შეაღწიეს ირანის ხელმძღვანელობაში. ეს ფაქტია. კარგი არის ფაქტი, რომ პორტაბის ბლოკადა სრულად სკვეთს მათ შესაძლებლობას განახორციელონ თავდასხმები, რადგან სწორედ ეს ინარჩუნებს რეჟიმს ფინანსურად. და კიდევ ერთხელ მიზანია შევცვალოთ მათი ქცევა, რომ ნახოთ, შევძლებთ თუ არა მივახციოთ იმას, რომ არსებული რეჟიმი დათანხმდეს. თქვას კარგი, მოდით ვითანამშრომლოთ და უფრო პრაგმატულები ვიყოთ. ან თუ ეს არ იმუშავებს, მე ვფიქრობ, რომ შეერთებული შტატები განაახლებს თავდასხმებს, რათა კიდევ უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს და მეტი ტანჯვა მიაყენოს რეჟიმს, რათა მიიღოს უფრო დამყოლი ლიდერობა. კარგი. დარჩა მხოლოდ 1 წუთი, ასე რომ ისრაელი აგზელებს თავდასხმებს ჰეზბოლაზე. საკითხიც განხილვის საგანია მოლაპარაკებებში. ნახეთ რას ამბობს დანი დანონი. ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ლიბანთან. პირიქით, ჩვენ გვინდა ვიხილოთ სუვერენული ლიბანი. და ჩვენ გვყავს საერთო მტერი, რომელიც ებრძვის ლიბანის სუვერენიტეტს. ეს არის ჰეზბოლს ბოლა. ამიტომ ჩვენ მივესალმებით დიალოგს, მოლაპარაკებებს, მაგრამ ვიცით, რომ ლიბანის მთავრობა ძალიან სუსტია. და ვიმედოვნებ, რომ მას ეყოფა სიმამაცე ჰეზბოლას წინააღმდეგ გამოსვლისთვის. ისრაელელები ამბობენ, ჩვენ არ დავტოვებთ ამ ტერორისტებს საზღვარზე, მაგრამ ეს საკამათო საკითხია ირანელებს შორის, რომლებიც მათ მხარს უჭერენ. ეს მართლაც საინტერესოა, რადგან ირანი წლებია ამტკიცებს, რომ ჰეზბოლას არ უჭერს მხარს. მაგრამ აშკარად ზევა ის ოპერაცია Epic Fury-ის ერთ-ერთი მიზანი ისაა, რომ ირანის რეჟიმმა შეწყვიტოს თავისი მოკავშირეების მხარდაჭერა. ჰეზბოლა ერთ-ერთი მათგანია. ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა მკაფიოდ აღნიშნა, რომ ეს არ იყო წინაპირობა შეერთებული შტატებისთვის, რათა ცეცხლის შეწყვეტა განხორციელებულიყო. შესაბამისად, ისრაელი შეიძლება გააგრძელოს ჰეზბოლას ლიკვიდაცია ლიბანში. სხვათა შორის ლიბანის მთავრობამ განაცხადა, რომ ირანის ელჩი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა, ასე რომ ჰეზბოლა ლიბანისგან უნდა გავმიჯნოთ. ვეუბნები, რომ HRM-ს ეს თავდასხმები ისევ გაგრძელდება ისრაელის მხრიდან, რადგან ისინი ვერ დაუშვებენ, რომ ჰეზბოლა იქ დარჩეს დანა. რებეკა, კარგია, რომ აქ ხარ, მადლობა ამ დილისთვის. მადლობა და